ცეცხლს უნდა მიქცე. ექვეცი როგორა ბავშვს რო ამეცადინებდა სახლში ყველაფერს ვაკეთებს ოღონდ ის არ გააკეთებს. აუ ის ჩემი შპარგალკატა. სოფინ ჩანთაში არის ბლოკნოტი. წაიყვანეს ჩემი მანქანა წაიყვანე. ეს ბლოკნოტით უნდა დაიწყო. თავწერე რომ მეც ვერ მეყო. არა? რაღაცა შენი ცალკე დამწერლობა რომ გამოგიგონა. კაია. დავიწყოთ. ალკოჰოლოდით ეს უფრო treba ვიდრე მე ხალხო დავასვენით. კარგად, ნატა, შენ როგორ? მე ძალიან კარგად. რა ხდება შეცდელა ხარ? რა ვიცი, შვიდობა. შვიდობა მოწლების იმის გადახვედი, კონცეფციის იმაზე გადავედი. ой, საქმე მაგას. ნარატივზე. თუ რაზე? Message box. Message box ბუჩეშა. კონცეფცია რომ ახსენე უკვე всё ავირია ყველაფერი და ყველაფერი კარგად იქნება. აი. აბა ნახე როგორი რომანტიკა. რა და მე და შენ ყველაზე ნაკლებად გიხდება ეს რომანტიკული გარემო, მაგრამ თვითონ სიტუაცია მოითხოვს ახლა ვის სახლშიც ვართ? ვის სახლს ვიქირავეთ? ორი სახლი. ბუდაპეშტში სახლები ღიურა. აი, ბუდაპეშტში ჩამოვედით და მარიამ სულტი ჩემ მენეჯერს რომ ხვალ მოვა სამსახურში. აუცილებლად სამსახურში ახლა. დღეს რას ვაკეთებთ? რაზე ვსაუბრობთ? ეგასაჭირი გვაქვს. მართლა ჩვენ გასაჭიროა ვსაუბრობთ დღეს. დღევანდელი თემა იქნება 30 მიღწეული და გადაცილებული ადამიანების ხვედრი საქართველოში. კონკრეტულად ქალების ხვედრი. იმიტომ რომ საქართველოში არ არის მარტივი სათქმელი 30 წლამდე მიღწევა, არ არის რაღაცა. არ არის საცილო ნეტა, მაგრამ 30 წლის რო ხარ უკვე უნდა გეცინდებოდეს ამ ყველაფერზე. აუცილებლად ზარდე ხალი ფეხი სამარეში. შენ დაამატე თორე ეს თუ გახსოვს. აი ვინ უყურებს ხალი ფეხი. და სანამ გადავალთ თემაზე, რა მაისური გვაქვს? Very beautiful. ჩვენი ერთ-ერთი ეპიზოდიდან ნატამ შეუკვეთა სპეციალურად შემთვის ბაბლთიზე თუ გახსოვთ. და როგორც ხედავთ, მე არაფერი არ მაჩუქა. ანუ მე ჩვეულებრივ სპეციალურად გააკეთა იმისთვის, რომ ეს კომენტარი ეთქვა აუცილებლად. ბაბლთის ჩემს experience უზიარებ ნატას. შემოტრიალდი ხა. ერთ წუთი ჯერ ამ ისტორიას ვყო, ჯერ წინა ისტორიას ვყო. ძალიან კაი და უკან არის ესეთი ულამაზესი რაღაც და ეს წელიან კაბიშეში. ასეთი რაღაც შემოუბრუნდე? მოწოდე ხობა დაინახე. გასწორდა? ამოჭრა მოგიწევს მაინც ამის. იმდენი ხანი გაჩერდი. ხო და ესეთი ისა გვაქვს ესეთი მაისური თუ გამოცხადებული და ვსაუბრობთ 30 წელს მიტანებული ადამიანების ქალების პერსპექტივიდან კი. თან ძალიან საინტერესო იქნება ის ჩვენი აზრით ეს დიალოგი რა შენ შულიც ყავს ოფიციალურ ქორწინებაში ბრძანდები ოფიციალურ ქორწინებაში და მე არ ვარ. ხო ნინი ეძებს მეორე ნახევარს დაგვიკავშირდით ნომერზე. ნომერი ზეპირა დაგახსოვს. კომენტარებში დავწერ. კაი, ბაშები. ამერიო. კასტინგზე მე და ნინი ხო და ძალიან ბევრი სტერეოტიპი არსებობს 30 წელს მიტანებულ ქალების ცხოვრებაში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რომ მიტანებული ხარ და გადაცილებული. მიტანებული, ესე მინდა. მიტანებულ და გადაცილებულ იმაში, რა ქვია და მაგაზე კარგი იქნება რომ გვესაუბრა, რომ რა სტერეოტიპები გააქვს ახლა ამ ეტაპისთვის ცხოვრებაში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შვილი ყავს, ქმარი ყავს და მეც რაღაცნაირად შემოგეშველები რანაირ ჩაგურას შემოგეშველები რომ შენიწყებ და მე აგერ წამოვწევი და მე ხოიც არ მიჩაგრები ეგრე ძალიან როგორ შეგინი წამოვწევი და ვილაპარაკებ და რომელმა დავიწყოთ მოდი შენ დაიწყე იმიტომ რომ ჩემთვის შენი უფრო კლასიკური მაგალითი არის ხო ჩემი ყველაზე ჩაგურის ყველაზე კლასიკური მაგალითია რა ერთ კითხვას დაგიწყო აგვიხწერე
შენი ერთი დღე, როდესაც ჩადიხარ სამტრედიაში და ხვდები სანათესაოს ან სამეზობლოს ან რაღაცას. ხო, იცი რა არის, რომ რაღაცა პერიოდი ეს 27-28 წლამდე ძალიან ის იყო რა ქვია, გამძაფრებული იყო ეს შემოტევა, რომ აბარაშვები განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩემმა ძმამ ცოლი მოიყვანა და ქორწილში ძალიან ხშირად გავიგე. უმცროსმა ძმამ, 5 წლით უმცროსმა ძმამ, რომ ქორწილში ძალიან ბევრი ადამიანი თან მოდიოდა და მეუბნებოდა, რომ შენ ქორწილში როდის უნდა გვაქეიფო? აწი ასე მარტო როდემდე უნდა იარო და ისეთია რა, მე ძალიან მკიდია ასეთი რაღაცები და სულ მეკიდა და ყოველთვის მეკიდება, მაგრამ მე ვიცი ადამიანები, ვინებიც ძალიან ნერვიულობენ მაგ ყველაფერზე რა და ცოტა ისეთია, უტაქტო საქციელია ჩემი აზრით. ამ დროს მეგობრებო ნის უნდა და ქორწილი. ნომერს მე თვითონ დავწერ სხვა აკაუნტით ალბათ. არ გამოსდის. არ გამოსდის, ცადე და გამომაბრუნეს. ის ხო იცი, ის ისტორია ხო იცი, რამდენიმე წლის წინ. მართლა გამოგაბრუნეს? არა, გამობრუნებული არ ვარ, მაგრამ რამდენიმე წლის წინ ბებიაჩემის ნათესავი იყო ჩემთან სახლში მოსული და შემათვალიერა ამ კაცმა რა, ძალიან ისეთი იმას და ბებიაჩემმა ეს უთხრა რაღაც აქ სწავლობდა მაგისტრატურა, იქ ცხოვრობდა რაღაცა იქ-თაქე და თეორიულად მოვეწონე, მაგრამ ფიზიკურად თავზემოთ არ მოვწონვარ, თმები მქონდა მაშინ რაღაცა აპარსული რაღაცა იქ-თაქე და ეს კაცი მოდის. შვილი ძალიან მომწონხარ, მაგრამ თმებს ცოტა რამე რომ მოუყევ, ხო, გაგაცნობო ჩემ ძმიშვილსო და ძმიშვილისთვის უნდა. აი ძმიშვილი იყო თუ შვილი იყო, ძალიან ისე იყო, რა ქვია, აი რაღაცა როგორ არის? რა ბეჭია ჩავარ, ჩემზე უკეთესი ვინ ნახა? არ ვიცი, ისევ აპარსული ნიშნობდა ჩემი აზრით, ვიდრე ხო და ისეთია რა, არსებობს ადამიანები, ვისაც ეგ რაღაცები კიდია, მაგრამ ზოგს არ კიდია რა და აი სადმე სანათესავში რომ მოხვდე. ხო და მაგას გეუბნებოდი 27-28 წლამდე ძალიან ძაფრად იყო რა. ეგ ყველაფერი და ახლა ცოტა შეგონი ხელი ჩაიქრინე. რაღაცა ეტაპის მერე რომ ფიქრობენ რომ კაი დაანებე თავი. ანუ მართლა სამარეში თუ აქვს. ხო, მერე აღარ არის. მაგის მერე ხო იცი 30 წელს გადაშორებულები რო არის ხო დეიძე რო წახო ხელი აქვს, ფიქრი აქვს, ცად დეიძე. მე ზაღარ აჩო. ინსტიტუტი განათლება რაღაცა. რატო მოხდა? ინტერვიულია სა. რა ტუბ. ხო და ეგეთი ამბებია მოკლედ და არ არის ასიამოვნო რა მოსასმენი. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეგ ხარსებობს ადამიანები, ვისაც ეგ უბრალოდ არჩევანია რა, არ უნდა ეგ შენი ოჯახი. არ შეიძლება. არ უნდა ეგ შენი ოჯახი, ძალიან ბედნიერად გრძნობს თავს, ძალიან თავისუფლად, პირიქით ძალიან იშვიათად მომეძებნება ადამიანი, ვინც შემზე ბედნიერია იმ სიტუაციაში, რა სიტუაციაში ახლა ვა რა ძალიან ისწორდება, იცხოვრება რა. ახლა მე რა იქნება 5-10 წლის მერე ეგ არავინ არ იცის. მაგრამ რაღაცა მომენტში ჩემთან არ ვიცი მე არ შემიმჩნევია, მაგრამ არის ხოლმე სიტუაციები, როცა სხვებზე შემჩნევია, ეცოდებაც. რო აი 30 წელს გადაშორებული ტიპები ეცოდებათ რომ всё, ამან ახლა რა ხან გადაცდა, აწი რაღა ბეჭედა. მისი ცხოვრება. მოკლედ ისე უცხოეთში შენ ხარ უფრო დიდხანს და ბევრჯერ ნაცხოვრები და იქაც მასეთი ამბებია? ანუ სხვათა შორის უცხოეთში ან მე რა გამოცდილებაც მქონდა იყო პირიქით. ანუ მე რო დავქორწინდი, ვიყავი 23 წლის, ოფიციალურ ქორწინებაში შევედი. ახლა მოშივდება. მერე ზარი ახლობელთან. ხო, თორა პირობებში მიწევს. რა პირობებში მიწევს? ნიშანს მოგცემ სოფო რომ იხედროა და გამოვიდა. ხო და უცხოეთში წავედი, ან თან ხო როგორ იყო ჩვენ სიტუაციაში რა, რომ მე და ჩემი ქმარი რომ დავქორწინდით, ერთ თვეში წავიდა ის სასწავლებლად. ეგ კიდე ძალიან განსხვავებული. და მე ერთ წელად მე აქ მარტო ცხოვრობდი და მე ერთ წელიწადში მეწავედი. ხო და ეგ ძალიან საინტერესო ფენომენი იყო. საქართველოში თალკი ამბავი იყო მაგაზე და მე ვიტყვი და უცხოეთში ზოგადად ყველა პირიქით იყო რომ ვაიმე 23 წლის ხარ და უკვე დაქორწინებული, ანუ მართლა იმდენად ხშირად გქონდათ, იმიტომ რომ ანუ რაღაცა უკვე ევროპაში ცოტა უფრო იწევს ეს ასაკი რა, ანუ უფრო და უფრო გვიან ქორწინდებიან. ან ბოიფრენდი რაღაცა რო ყავს
კომიტი, ანუ ესეთ სერიოზულ ურთიერთობა როცა გაქვს, ეგ არ არის გასაკვირი, მაგრამ აი ესე ოფიციალურად დაქორწინების ამბავი, ანუ იმიტომ რომ ადამიანები მიიჩნევენ ამას საკმაოდ მნიშვნელოვან ნაბიჯად რა, ესე რომ ვთქვა და ადრე არიღებენ ცხოვრებაში ამ გადაწყვეტილებას და ამიტომ გასაკვირი იყო იმათვის საკმაოდ რომ 23 წელს ხარ დაქორწინებული ხარ და ეგ აი მართლა იმდენჯერ და იმდენგან მკითხეს, იმიტომ რომ ყველას ყოველთვის უკვირდა ყველგან, აი მართლა. რამდენი წლის მერე იწყება ჩვენაირი კომენტარები? მან ძირითადად. აუ არასდროს არ გამიგია ეგ, ანუ არავისზე არ გამიგია არასდროს, რომ აუ ეს კიდე არასდროს არ ვიცი. ძალიან ეგ არის მე ჯანსაღი დამოკიდებულება და უბრალოდ აცლი რა. რავი, ჩემი აზრით ცოტა ძალიან არ აინტერესებთ, ეხლა შენ დაქორწინები თუ არა, ანუ აუ შენ თუ გონია აქ აინტერესებთ საქართველოში ძალიან ცდები, უბრალოდ რაღაცა სიტყვის მასალა უნდა რომ რაღაცა დებიობა იმის მაგივრად როგორ ხარ და რაღაცა გით რომ ვითომ გაგეღადავება რა აის ბრეიკერს აკეთებ. შენთან რა ხდება? შენთან რა სტერეოტიპები არსებობს? შენთან ძალიან ბევრი არსებობს, უბრალოდ ეხლა სადაც თუ გამახსოვდება. ხო, ჩემ შემთხვევაში განსაკუთრებული რაც იყო ისეთი სხვანაირი და უცნაური, ანუ როგორც თქვი რა, რომ დავქორწინდით, ანუ ქორწილი მქონდა ივლისში და აგვისტოში ის თავის კვერცხს. ძალიან კაი. ანუ ძალიან ბევრი მოგითხა და რაკაც ქორწინდებოდი, თუ მაინც ესე ცალ-ცალკე უნდა ყოფილიყავი. ხო, ეგ ძალიან კაი წინადადება. ვაფშე არ არის კაი წინადადება, აი ძალიან გულს მტკენდა, მართლა გულს მტკენდა აყო. და ეხა შეიძლება აღარ ეთკინა, მაგრამ მაშინ ძალიან რა ჩემი გამჭირვებოდა ქმარი გამოსწორდა. აბარგე და გაუშვი. ჩემი გაჭირვება მყოფნიდა და აი ვიღაცების ეგ ნავაპარაკები ძალიან ნათქვამი ძალიან გულს მტკენდა და მწყინდა. მე გადაგდიოდა იმ ადამიანზე გეცხოვა და რამე წარმოდგენა? არა, ესე რაღაც წარმოდგენა მეცხვებოდა, არა, მაგრამ იმიტომ რომ ან თან მეც მგონია რომ ცოტა ან მაგ დროს არ ვიყავი ეგრე. მე საქართველოში რაც იყო, ანუ არ ყავდა შვილი 6 წელი დაახლოებით და ქორწინებიდან, ანუ ჩვენი სურვილი რაღაცა ესე. იმიტომ რომ ბევრი რა არ ვთხოვდი საქართველოს. მოკლედ, არავის საქმე არ არის. დაიწყე. დავიწყე. გამართლება დაიწყე. ხო და ხო, მაგაზეც იყო. აი, ოღონდ სხვათა შორის ესეთი კომენტარები და ეგეთი რაღაცები იყო უფრო აი რაღაცა ვიღაცა არავინ ადამიანებისგან რა, აი არაფერ შუაში რო არ არის ჩემთან. ნაკლებად ესე პირდაპირ ოჯახის წევრებისგან და რავი, ანუ მგონია რომ ძალიან მართლა მით უმეტეს აი შვილის გაჩენას რო ეხება საქმე რა. რავი, მომეხმარები და დამიჯდები სახლში. სათხართ ეგ ადამიანები, ება ეხლა რო ნერვიულობდით მე შვილის გაჩენას. ხო, თუ რამეა, შეგიძლიათ დამიკავშირდეთ, სექტემბრიდან მჭირდება დახმარება. ფასოდ რა თქმა უნდა. ხო და არა, მართლა, ეგ ადრე გამწინდა უკვე. მე ანუ რავი, შვილზე ეგრე ძალიან არ ხდებოდა გულზე. რავი, ალბათ უკვე გაზრდილი ვიყავი და მაგიტომ. თან იქ წეგან საუბრობდით, რომ არსებობს წყვილები, ვისაც არ უჩნდება ეს შვილი და იმ შემთხვევაში უფრო ის არის, რა ქვია, სტრესულია რა ეს ყველაფერი. სახალხოდ ლაპარაკი, თან ანუ განსაკუთრებით, ხო? და თან ძალიან და შვილი, მაგრამ არ უჩნდებათ და ვიღაცა შინია უკვე რამე სახელი თქვა, X პიროვნება მოდის და რაღაცებს სისულელეებს გეუბნება რა და მართლა შენი გაგჭირვებია 1000 ექიმთან დადიხარ, ხან რა გამოკვლევებზე და ვიღაცა იდიოტი მოდის, შევიკავეთ ამ ბოდიში, იდიოტი მოდის და გეუბნება რომ აბა რა ხდება? რა, აბა რამდენი თვეა გასული და თან რო ითვლიან რა, მუცელზე რო გაკვირდებიან რაღაცას. საშინელება, კატასტროფა. ხო, არა, ძალიან უხერხულია მეგობრებო, ძალიან. არ შეიძლება ეგეთი რაღაცები ხდება. ანუ იმიტომ რომ ჯერ ესეთი ემოციურად მაგ დროს ძალიანი სტრესები და ეგ უფრო მოქმედებს, ხო იცი, ანუ მაგ დროს როცა მitchmetes, ანუ ძალიან ბევრი ფსიქოლოგიური რაღაცა კვლევა და ის არის, რომ მაგ დროს რაც უფრო მოდუნებული ხარ, რაც ნაკლებ ფიქრობ, აი ამ დროს ვიღაცა რომ მართლა ლამარა რომ გეკითხება, რომ აბა ეხა შვილს როდის აპირებ, ანუ კი, ძალიან მოქმედებს ეგ. შეიძლება თქვენთვის არის რაღაცა მართლა ერთი წამის ამბავი და აღარ დაუბრუნდეს გონება მაგას, და იმ ადამიანს გულზე ძალიან მოხდეს და განიცადეს. ხო, სამწუხაროდ გვიჭირს საკუთარ თავთან მაგ ადამიანებს აღიარება, რომ ყველას მისის იმას მიზის გავკარო. გვიჭირს აღიარება საკუთარ თავთან მასეთ ტიპებს, რომ ვიღაცებს კი არა ყველას მისი ცხოვრება აქვს და შეიძლება ის რანაირადაც ცხოვრობს მისი გადაწყვეტილება რა და იმ ყველაფერში რა გადაწყვეტილებაც მიიღო ძალიან ბედნიერი. ახლა მე მაგალითად მე რო საკუთარ თავს უყურებ და მე რო უყურებ ოჯახიან ხალხს და შვილიან ხალხს
მართლა სერიოზულად ვამბობ, რომ არ ვისურვებდი მაგათ ადგილას ყოფნას. ანუ მართლა არ ვისურვებდი, იმიტომ რომ ამ ეტაპისთვის არ ვარ ყოველთვის მზად და იმ ადგილას რო ვიყო და ისეთ რაღაცებს რო ჯერ ერთ ვერ გავაკეთებ, ახლა ამით რა ქვია, მდგომარეობით, მენტალური მდგომარეობით და მე რაღაცა ასაკო ბედნიერი ვარ. მაგასთან დაკავშირებით კიდე, ანუ ეხლა ეგეც რაღაცები ეხლა რო ვფიქრობ, მე მგონი არასდროს არ ილევა რა, ანუ გარშემო მყოფები არასდროს არ არიან კმაყოფილები შენთან, ანუ ჯერ სანამ დაქორწინდი. მეორეზე არ გეუბნებიან? ანუ ეგრე არ გეუბნებოდი, ეგ ადამიანები არიან მტრები. ჩვეულებრივად ვინც გეუბნები რომ მიაყოლე ერთად, მაგრამ გაიზრდებიან. არა. ერთმანეთს გაზრდიან. ხო, ერთმანეთს არ ვიცი რომ როდის იწყებენ 8 თვის და რა ქვია, ან ხო, ანუ ეგ ძალიან ცუდი არის. ეგეც არ უნდა უთხრათ არავის. და ხო, არასდროს არ მოყოფილდებიან რა. დასაქორწინებელი ხარ, რატო არ ქორწინდები? დაქორწინდები და აბა შულს როდის გააჩენ? ერთს გააჩენ და აბა მეორეს როდის გააჩენ? მერე გააჩნე და სამსახურზე რა საპირებ? ალბათ ბოდიშნატო რო გაწყვეტნებ, ალბათ ცოტა ბევრი შვილი რომ მოგივა, გეტყვიან რომ ჰა, ცოტა ამბავი, ამდენს რას უკეთებ? ისენი აცი. თქვენ მეტი საქმე არ გაქვთ? ხო, კიდე ამ სამსახურში რო გახვალ, ანუ კერდა სამსახურზე, ანუ აბა სამსახურზე რა საპირებ? აღარ გადიხარ, გახვალ და ვაიმე, მე ბავშვებს რას უპირებ? ანუ მუდმივად რაღაც თუ მოყოფილი ვარ, ყველა, ანუ ყველა ძალიან გადაკარგებულია, მაგრამ ეს ადამიანები მუდმივად რჩებიან მოყოფილო შენი ყველა აქციები. ხო, შეიძლება ეგ აზრები ყველას მოუვიდეს თავში, მაგრამ რისთვის გვაქვს რაღაცა ენა, რომ რაღაცნაირად შევაკავოთ და მეც ბევრი რაღაცა მომსვლია. ბევრი კარგი საუბრის და Droga. Laura, moca. Oi, mas magari rame daamata. Ai, mamat მაგინაც რატო შემცხვა? მე ძალიან გაიცნობდა. აი, მაგას საგიწევ შენახავ შედაზე. ბევრი კარგი რამის გაკეთება მე მოვამზადე. რა თქმა უნდა, მომზადებელი არ ვსულა. და მე რა თქმა უნდა მომზადებელი მოვედი. მე შემოგთავაზებ ახლა სცენარებს. ფოლექსი დაგვიწერა მასე. ChatGPT-ს გახსოვს. მე იმპროვიზაციის დედოფალი და ჩვენ ორგანიზებული რა ქვია. აი, როდის გვიცნო ჯერ. ჩვენმა ძმამ და მეგობარმა. მე შემოგთავაზებ რაღაცა სცენარებს და გავითამაშო. შენ უნდა მითხრა, რა სიტყვებდნენ ამაზე. აი, ლამარები და ვიღაცა. ოკეი. ანუ, რაღაცა და მოკლედ ზანდებები მაქვს. მაგაში ექსპერტი ვარ. და ის იმათ რა რეაქცია ექნებოდათ. შენს დაგვეხმარა. არა, ხო, 23 წლის ასაკში მე მგონია, რომ საქართველოში 23 წელი ცოტა პატარა. აი ხა მამიმის და ალბათ იტყვიან, რომ რაღაცა არ ვიცი, რაღაცა ფილწი რაღაცები აღარ მომდის თავში. აი, მაგრამ რაღაცებას ეითქვიან, რომ განვიცინდე. ქუშნეკის შევიარე და. აი, მაგას იტყვიან, რა მაგ წინადადებას მაგშინ არის, რომ ჩემი მეზობელი, ხო, პარაკტოლა ვერ ვიპოვე, ჩემი მეზობელი მანდა და არ იტყვის, რომ რა იჩქარებოდა სადმე სასტუმროში წასულა. შეიძლება აუცილებელი კი არის, ცუდი რაღაც თქვა, იქნება კარგი რაღაც თქვა. რა კარგია რომ დაქორწინდა. ეგეც შეიძლება. всё, იტყვის, რას იტყვის, იცი რომ შვილებიო რო იყოლებაო ახალგაზრდა დედა იქნებაო. მაგას იტყვის. აი მარტო გადავიდა საცხოვრებლად ბათუმში და ყავს 2 ძაღლი. აუ. ეს რამდენი წლის არის? ეს ყველაფერი ვიღაცა. მაგას ვიღაცა ყავს. კაი. მაგას ვიღაცა ყავს და მაგიტო გადავიდა ისე რა ქვია, საცხოვრებლად მარტო, თორე ის რა იყო? სახში ვერ იყო? კარგად ჩაული. ზანგა. სახში რა იყო? სახში აჭმევდნენ, ასმევდნენ, სად მიდიოდა რომ მიდიოდა? გაიგე, ჰა? მაგას იტყოდნენ უეჯვე. დაქორწინდა უცხოელზე და გაშვა. აუ. ძალიან სტანდარტული ის არის. ქართველი ვერ იპოვა? ამდენ ხელა საქართველოში?
ისევ მშობლებთან ერთად ცხოვრობს. ეგ საქართველოში ძალიან მოსული პონტია რა, რომ რა კაი მშობლები ძალიან უყვარს, რომ არ მიატოვა. მაგაზეც იყვიან რა. შენ თამაშია შენ უნდა თქვა. არა, მე მგონია რომ უმრავლესობა მაგას იტყვის, რომ რა კაი ბიჭია, რა კაი გოგოა, რომ მშობლებთან დარჩა და უვლის. ტყუპების დედა და ინფლუენსერი. მაგის დრო აქვს ახლა მაგას? ბავშვებს ვინ უზრდის? აი, ალბათ გააჩნია ინფლუენსერი ამ მიმართულებით. როგორც შენ. დედა არა. ინფლუენსერი შვილის ისა. აქვს უამრავი სახლის მცენარე თავისი სახელებით. ცოტა აკლი. აი, მაგას შენი ძახი ხო? მცენარებს სახელებს უძახი? შენ? ფლაგ მაკდონელზე არ მისულა, არა, მე კიტრი და პამიდორი მაქვს უჭა. ჩემი კიტრი და პამიდორის ვიდეოს დავდებ ხმალეთი, აუცილებლად აუდიტორია ეუბნება და მე როდის დადებ კიტრი და პამიდორის რივიუს. ამასთან გამოგვიწერეთ subscribe-ს დააწექით თუ შეიძლება. აუ, ეგ დასაწყისში უნდა გვეთქვა, ხალხო, მართლა იმდენი ვიღაცა მაჩერებს ქუჩაში, ნაცნობი. და ჩვენი რაღაცებს სიმბელი ხალხი თქოს ავტოგრაფს უკვე. ანუ სად ხართ მეგობრებო? აი, გავიცნეთ გვეყოთ. მართლა იმდენი ვიღაცა მეუბნებით რომ შენ და ნატას ეპიზოდებს უყურებთ და რაღაცა რომ მართლა ძალიან ბევრი ხართ, არ დამითვლი ხართ, მაგრამ ძალიან ბევრი ხართ და იქ subscribe-ს ღილაკი არის, ზოგ შეიძლება გამოწერის ღილაკიც ქონდეს, იმ ქართულად. რუსულად როგორ არის? რუსულად როგორ არის? არ ვიცი. აი, აუცილებელი. პატპის, что? ამის ყულაბა უნდა დავიდო ყველგან, სადაც ერთადაც ამის რუსული სიტყვები მართლა ფული ჩავაგებინო. მე ხარ მაინტერესებს შენგან იცი, ანუ შენ რა ფრაზები გახსენდება, რაც აი ესე სადმე უხერხულად უთქვამთ და უხერხულ მდგომარეობაში ჩაუყენები ხარ. აი, ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე, ხო, რომ ერთი ყველაზე რაღაცა ისეთი, რა ქვია, და ესე სენსიტიურიც არ ყოფილა, მაგრამ რაღაც მომენტში დაუფიქრდი, რომ სანამდე უნდა იცადო, რომ მე შვილი აღარ გეყოლოს და არ არის რა სასიამოვნო მოსასმენი, იმიტომ რომ ეგ შვილის ყოლის ამბავიც ძალიან ისეთია რა, სპეციფიკურია რა, რომ ეხლა მე პირადად გადაჭრით არ შემიძლია ვთქვა, რომ მინდა არ მინდა მაგ ეტაპზე არ ვარ, არც ერთის ეტაპზე არ ვარ, მაგრამ მე ვიცნობ რამდენიმე ადამიანს, ვისაც დაჟე იმაში არიან, რა ქვია, ოფიციალურ ქორწინებაში არიან და არაჩვენებენ რა შვილს რა, არ უნდათ და აი მაგდონემდე ვერ ვართ ჯერ საზოგადოება დასული რა ის იმ შინაარსში რანაირადაც ცხოვრობს ძალიან ბედნიერი და უსწორდება და თუ შენ დაქორწინდი ან ცოლი მოიყვანე 22-23 წლის ასაკში ეგ მოცემულობა არ არის ყოველთვის მისაღები და ოკეი რა და ანუ მისაღები ყოველთვის არის უბრალოდ არ არის ყველასთვის მორგებული ხო მაგრამ ყველაზე მორგებული არ არის იმიტომ რომ რა ვიცი ადამიანები ძალიან განსხვავდებით ერთმანეთისგან მაგას ვიძახით სულ რა ფიზიკურობიდან გამომდინარე ნიჭით უნარებითაც გამომდინარე ხო რომ ვიღაცას რა შეუძლია ვიღაცას რა შეუძლია ვის რა ოცნებები აქვს ვის რა ოცნებები და ამიტომაც განსხვავდებით ადამიანები ერთმანეთისგან და ყველას ერთ-ერთი და იგივე მოთხოვნილება არ გვაქვს ამ თემაზე რომ ფიქრობდი თავიდან რაღაცა რატომაც მინდოდა ამაზე ჩაგვეწერა ანუ პირველ რიგში რაღაც დავიწყე ფიქრი ანუ ჩემი და შენი იმით რა რაღაცა რომ ანუ მე დაახლოებით 1 ასაკის ვარ და ორი ძალიან განსხვავებული რა ზედამთვარე ანუ სხვადასხვაებული იმით მივდივარ. ნუ შვილი ქმარი. ხო, ანუ ოჯახით და შენ დაუოჯახებენ, დასაოჯახებენ, დაუოჯახებენ. აბა გამომეკება. აი, მაგაზე უნდა ვთქვა, მეზიზღება ქართული სიტყვა გათხოვება. ანუ ხო, ქართულში ეგენი რაღაცა ძალიან ცუდად გვაქვს, აი გაუთხოვარი და გასათხოვარი ყვარს. დარჩა ხო, აი გათხოვება სიტყვა ძალიან მეზიზღება ზოგადად და ძალიან მაგ ჩაბერტი და მეშლება ხოლმე ხანდახ. აი შენ რუსული სიტყვები წამოგხსდება. ხო, მე ესე მაინც მომდის ხოლმე, მაგრამ ძალიან არ მიყვარს ეს სიტყვა. ის გაგრძელე და მაგაზე მე ხო, რომ დაფიქრდები რა, ვის რაჭირს იმეზე მისათქვა, ანუ რა გათხოვება, ანუ ძალიან ოჯახი ათხოვებს. ანუ რაღაცა. ის ადრე მასე არ იყო, რომ რა ვიცი, ქალებს რა პერიოდი აქვს გამოვლილი, რომ როდესაც უშვებდნენ სახლიდან და ვიღაცა იბერავდა, რაღაცა ორ ძროხაზე, სამსულ
რაც ქათავდეთ. გაშუქება იყო. აი, და გათხოვება ეგ არის რა, რაღაცა ბარტერს აკეთებენ რა. ხო, და ძალიან ის არის რა, ხო შეიძლება რომ აღარ გქონდეს ეგ სიტყვა, აღარ ხო, გვინდა მე რა. ზოგჯერ წამომცდები ხოლმე, მაგრამ ვცდილობ რომ რაღაცა ის არის რა ქვია. ხო, და მაგიტო მოვიდათ ხო რა, ეს თემა მაგაზე რომ ვფიქრობდი, რომ ანუ რაღაცა ორი ადამიანი ვართ, რომელიც რაღაცა ძალიან ბევრი ინტერესში ვიკვეთები და ანუ ორივე ბედნიერი ვართ ჩემი აზრით რა. და ანუ არაფერი არ არის ამას პრობლემა, ანუ ორივეს გვაქვს ჩვენი საქმე, ყველაფერს ვაკეთებთ ისე როგორც გვინდა და მე ჩემი ცხოვრება მაქვს ამ დროს ამ სტილის, შენ. და ეს საერთოდ არ გვიშლის არაფერში ხელს, ანუ არც ცხოვრებაში, არც კარიერაში, არც განვითარებაში და არც ბედნიერად ცხოვრებაში. ეს არის მთავარი რა ჩემი აზრით, რომ დავიმახსოვროთ, რომ ყველას თავისი გზა აქვს მართლა და არ არის აუცილებელი ყველას ის გვინდოდეს, რაც ადამიანს ჩაუბეჭდეს 2 წლის ასაკში და ხო, რო გითხრეს რომ უნდა დაქორწინდეს ვიღაც და ეგ არის მარტო ბედნიერება, ეგრე არ არის. კი. და ხო, თან კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ვიღაცისთვის ეგ ძალიან სენსიტიური შეიძლება იყოს რა. იქ საკითხები, რომელიც უნდოდეს, მაგრამ არ გამოდის. ახ, ქუჩაში ხوار გამოდგება ვიღაც, ვისაც ისა რა ქვია, დაქორწინება უნდა და აბაგა მომიყვანეთ სოლათ ამ პირიქით. კაცი ხონდა ჯებს აგზავნე. ცხოვრობ აბჭალაში. სარაჯიშვილის გამზია. ზუსტ მისამართებს უცხო აკაუნტით დაწერს. მე-4 სართულზე და შუათაში ვიძინე. ნაბდით მოიტაცეთ. მე შეიძლება აკავებს ვიღაცას ნაბდით რო გაახავ. მე-4 სართულზე რომ მოხვალთ იქ კი მე ჩატეხილია და ცოტა ფრთხილად. და აი არ ვიცი რა მართლა მასე ხوار იშოვება რა. თან იცი რა არის რომ შეიძლება რაღაც მომენტში ესეც გინდოდეს, ისიც გინდოდეს, ყველანაირი მასეთი რაღაც ცხოვრება გინდოდეს, მაგრამ ვერ იპოვო ისეთი ვიღაცა, ვისაც დაუკავშირებ ცხოვრებას. ესეც ხომ მნიშვნელოვანია და რამდენი ჩვენი მშობლების და იქედა თაობის ხალხი დაქორწინებულა მხოლოდ იმიტომ, რომ დრო იყო, უწევდა. და რაღაც მერე ხდება ოჯახების დანგრევა და თუ არ ინგრევა, კიდე მთლად უარესი მთელი ცხოვრება ატარებ ვიღაც იდიოტთან, იმიტომ რომ მე სახში ვერ ბრუნდები და ძალიან საშინელებაა. აუ ეგ ცალკე თემა არის, ანუ აი გაქვარცხლება რომ დასაძრული არის სამყაროსი და ოღონდაც ოჯახი არ დაინგრეს და ყველაფერზე რომ მზად არის. ანუ ხო. ეგ ძალიან სერიოზული თემა, ეხლა მაგაზე არ ჩაუღრმავდეთ ამ ეპიზოდში. სოფო გასაგებს თუ დაგვიტოვებთ აქაბოლოდ შემდეგი ეპიზოდი ეგ და არა, ამ ეპიზოდზე, იმიტომ რომ ანუ რავი, ძალიან ბევრი ხალი აგრესიის მსხვერპლი, ფსიქოლოგიური და ფიზიკური, ანუ არ მოდის სახლიდან, იმიტომ რომ ამ ასეთ მიზეზების გამო ეხა რა და კი, იმიტომ რომ საზოგადოება ეუბნება, რომ ისა რა ქვია, კაი, ახლა არ ვიტყვი სახელდაგვარს და ერთ ნაცნობთან მქონდა ასეთი დიალოგი რა და ერთი გოგო ეს სამტრედიელი სახელი გვარი სამტრედიელი დაქორწინდა რა დაქორწინდა და სადღაც 2-3 თვეში მიხვდა რომ იდიოტს გაყვა და წამოსვლა უნდოდა და ერთ-ერთი ეს ჩემი ნაცნობმა ესე შემოკრა ხელი და რა ხდება მეთქი და აწიო მაგას რა გაათხოვებს და რატო ეთქო და ხო ეთყობაო განათხოვარი რო არისო და ეთყობა ხო იცი ხა რაზე ეთყობა რაღაცა ის საქალწული აპკზე ეთყობა რომ განათხოვარი არის და ეგ კიდე სხვა ამბებია რა ძალიან ჭრიოს ჩავედით და ძალიან სიღმეში წაგვიყვანთ მაგრამ ეგრე არის რეალურად რა სიტყვა ზოგადად ძალიან დიდი ძალა აქვს შენმა ერთმა წინადადება შესაძლოა ადამიანის ძალიან ბევრი წლის გამსაზღვრელი აღმოჩნდეს ამიტომ არ ვიცი მე ყოველთვის ძალიან ფრთხილად ვარ ხოლმე ადამიანებთან, როდესაც პირადს ვეხები ხოლმე გაბუთქუჩებული როა ვიღაცა რაღაცა ცოტა წონა რომ მოიმატებს იქედან დაწყებული, არ ვიცი, რით გაგრძელება ნებისმიერი რამით რა, ის გაბუთქუჩებული ჩემი მეგობარი გამახსენდა, რომელიც ძალიან ცუდი პერიოდი გამოიარა მაგის გამო და საოცრებები და ეს კი მაგას კიდე შეიძლება რა შენზეა რა დამოკიდებული არ გვაქვს ეს რა, არ ვიცი რატო არ გვაქვს მე მგონია რომ ასე მოდის თითქანვე რა ზოგადად საქმე არ გვაქვს ქართველებს რა ესე მგონია რა იმიტომ რომ საქმე ნატკი ნახე სამსახურს არ ვამბობ რომ საქმეს იმიტომ რომ მე რო ცხოვრობი საზღვარგარეთ სამსახურსიდან რომ მოდიოდა ის ხალხი სულ სადღაც მიდიოდნენ რა ოჯახთან ერთად ხან პიკნიკზე ხან საზღვარგარეთ მიდიოდნენ აი სხვანაირი კულტურა იყო და ჩვენთან
ხო, საინტერესო პირადი ცხოვრება არ გვაქვს რა და ჩვენ აქ რომ მოვალთ სამსახურიდან დაუჯდებით. აი ეგ სიტყვა ვერ გავიხსენე. ჰობი არ გვაქვს რა, ის საკუთარი საყვარელი საქმის კეთების ის არ გვაქვს რა ქვია. ხო, სამსახური არის სტანდარტულად უბრალოდ ფულის შემოსავლის წყარო და და მეძე რო არ ყოფნის, ანუ არსებობაზე რო ყოფნის. აი ეგ არის რა, აი ეგ მართალია, ძალიან არსებობაზე, ანუ ვერ წახვალ საპიკნიკედ, რავი, ანუ თვეში 1000 ლარად ოჯახი რომ უნდა არჩინო, რავი, საპიკნიკედ ვერ წახვალ და რავი, სამოგზაუროდ ვერ წაიყვანო. რამდენ პრობლემას შევეხეთ, ეხლა რა თემიდან რა სიცილ ხარხარით დავიწყეთ და ხო და რაღაც მხრივ მესმის რა ასეთი სასტავის ასეთი ხალხის რომ სამსახურის მერე კაი ამიდია გარეთ დაჯდება ვიღაცა ჩაივლის მოკლე კაბიანი და უიაგი გაბუზებულა არ მესმის, მაგრამ სიტყვას მოყვება რა. მე თან სოციალურისაც მოკლე შორტი რა დაიგო. ხო, რატო აცმევენ და მასეც რატო აცმევენ რაღაცა. აუ, კიდე პატრონი ძალიან კაი რაღაცა გავიდი ამას წინათ, რაღაცა ის იყო, რა ქვია, სერიალი იყო თუ ფილმი იყო და დედა ეუბნება შვილს, რომ ისა რა ქვია, ესეო მოკლე კაბებიო, მეო არ გაცმევო და რო გათხოვდებიო, შენი ქმარი თუ ჩაგაცმევსო, მერეო იყოსო, რა ქვია და ეგ არის რა. მოკლედ სიტყვა ძალიან დიდი ძალა აქვს. ძალიან, მე მოვაგროვე ისევე, მეორე რაღაცას მოვაგროვე, ანუ რაღაცა ესეთი და სოფო შენ შეგვიძლია, შემოგუძახო. იმის მიეხმარე. ანუ პრინციპში მოვაგროვე რა, ძალიან ბევრი რაღაცა ახსენე შენ თვითონ. ხო. просто აი რავი რა კონტექსტში გაგიგია, თან ვისზე გაგიგიათ, ეგ იქნება საინტერესო. შენ ქორწილში როდის მპატიშებ? დიახ, ჩემზე ბევრჯერ. შენ? თვითონ ქორწილში ვარ, ყოფილი და ყველაფერი. შენ ცალკე. შენ ხამელ ამის ამას და ამის ქორწილებზე ცალკე ეპიზოდი ჩავწეროთ. მოგვიყვება ვის როდის რა ეცვა, ან თვითონ რა ეცვა. ერთი კარგი ის არის. მიყვარდა ეგ ფილმი ბავშვობაში. არ თხოვდები, ნუ ეს ძალიან კლასიკა არის ხა. არ თხოვდები ისეცია. ესეც ახსენე. ხვალე. დღეს დამაძიეს. აი, დრო გადის წერან რაც თქვი რა, შულზე რო გარტყამენ რა, რომ დაქორწინება, რა ვიცი, მერილ სტრიპი ახლა დაქორწინა მგონი რამდენი წელიწადია. არა, მე დაქორწინებაზეც გამიგია ეგ. ხო. იმიტომ რომ რაღაცა არ გვაქვს ეგ ისა რა ქვია. შეყვარებულები რა ხართ და როდის აპირებ. კაია ეგეც კი. როდის ნაკნაც. ბრებით. უცე გადავედი. აპირებ სამე. არ გეშინია მარტო დარჩენი? აუ. აი ეს ძალიან კარგი რაღაცა. ეს შენახული მქონდა. ეგ არის ჩემი აზრით ყველასთვის სენსიტიური ამბავი რა, იმიტომ რომ ბავშვი შეიძლება მეკიდოს და ბევრს ეკიდოს, მაგრამ აი მარტო დარჩენა არის ამბავი, რომელიც გარდაუვალი რა. ანუ უეჭველი მიხვალ რაღაც მომენტამდე რა, ხო, როცა არა, მარტო დარჩენას ეგენი გულისხმობენ, რომ რაღაც 70 მომვლელი ხო, აი მომვლელი. ხო, ეგ ძალიან ცუდი მგონია რა, რომ ანუ თუნდაც შვილს, თუნდაც იმას რაღაცა მომენტში უყურებთ მომვლელად რა. ინვესტიციას დებთ რა შეგ. ანუ გასაგებია ხა, რა თქმა უნდა, ოჯახი ძალიან მაგარია, ძალიან კარგია და რაღაც გარკვეულწილად მესმის ეგ, მაგრამ იმის გამო რომ აი ეხა ეგ მარტო არ დარჩეს და რავი დაქორწინეს და შვილი გააჩინოს, ეგ ძალიან უცნაური მგონია რა. ხო, ძალიან ეგოისტურიც და უცნაურიც. შენ რა გაგათხოვებს? მე ეგ შენ რა გაგაშენ კაი ხასიათების გოგო დითვლები და ამიტომ მაგას აკეთებ. გათხოვებაზე არა, მაგრამ რამდენიმეჯერ ცოტა ცუდად აუხედავს ამ თემასთან დაკავშირებით რამდენიმე ადამიანს, აი ტატუები რომ აქვს რა. საქამდე ტატუები მასალკა. ტატუები რატომღაც ის გონიათ რაღაც. ბლოკ. პირსი. აგი პირსინგი всё. რა, მოხსნა? მართობი? კაი გოგოხარო, მაგრამ პირსინგი რა არის? შენ მოიწ. ბიჭი იყო? თუ დედამთედი მამა? კაცმა. აი, შენ აპარსულითმა არა, შენ აპარსულითმა და იმას პირსინგი. ხო. იმიტომ რომ განსხვავებული ხარ რა საზოგადოებისგან, მისი მეზობელი სახეს არ ვიტყვი, ვინმე დაცნობი არ იყოს, მისი მეზობლისგან აი გვიზიზღება განსხვავებულ ვიღაცას რო ვუყურებთ რა და ეგ ტატუებზე შეხვედრია ბევრჯერ და საწყოთ 5 ტატუ მაქვს საწყო საცოდავი დავუფინანსოთ მეგობრებო ნინის მე-6 ტატუ კიდე ანუ ეს ჩემი ჩვენ ტელეფონის ნომერთან ერთად ტელეფონის ნომერზე შეგიძლიათ ჩაურიცხოთ პირდაპირ არ აუშვას
საქართველოს და თბილისის ხო? ყველაფერი. მარე ლიბერთიც მეკნება. თქვენ გამო გახსნით. არა, ასაკი გაი. კარგი. ეს შემდეგი არის სამსახურის საქართველოში გვერდხოროს, რაც კულტურულად უკვე განსხვავებული ვერ გეცემით, ვერა. სამსახურს შეძლებ ბავშვთან ერთად და მაგის შემოდე. ხო და ამაზე პრობლემა პრობლემა კი არ მგონია, პრობლემა ის მგონია, რომ ქმარს არ ეკითხებიან მაგას, რავი, ძალიან ექლებარება ქმარი. ჩემ ქმარს მიმართავ ეხლა რომ შენთვის ვკითხავთ ეგეთი რაღაცა, ოდესმე არ გვიყვარს. საქართველოში არ კითხავენ ნატ მაგას, იმიტომ რომ რამბუნებრივია, რომ იმან უნდა იმუშაოს, რავი. ხო. მე მაგალითად ყავს ჩემი ძმაც ეხმარება ხოლმე, ისე არ ეხმარება როგორც საჭიროა. მას ვაუწია. მე მომიშალასალოს. თუმცა მე მყავს ჩემი მეგობარი, რომლის ქმარი, არ ვიცი, უფრო რაღაც ხრივ დროს ატარებს ბავშვთან, ვიდრე ჩემი მეგობარი გოგო, რომელიც მუშაობს. აი, შენ ლაპარაკობდი, შენ თვითონ ვიახსენე სიტყვა ეხმარება. ეგ არის ძალიან ისეთი რა, ანუ მაჭირა. არა, მეც მეშლება ხოლმე და მე თვითონაც ვიძახი რომ მე ანუ კი არ უნდა მეხმარებოდეს, ანუ გვეხმარებოდნენ რამე, ანუ ერთად უნდა ვაკეთებდეთ ანუ ამ ყველაფერს რა და მაგაზე თან მისვლა ძალიან ესეთი რთული ამბავია. კაი წამოწდება მქონე, კულტურული წამოწდება მქონე. ანუ ძალიან ისეთი, ანუ არავინ არ უნდა მოგეხმაროს ეს, რავი, სახლს ერთად უნდა მოუარო, ორივე ცხოვრობ. ხო რა, რასაც ახლა შენ ოჯახურ მდგომარეობას უყურებ, როგორც ჩართულია შაკო ამ ყველაფერში შენთან ერთად, ეგ ძალიან ასწორებს რა და თუმცა საქართველოში დღეს უკვე რამდენიმე ოჯახს ვიცნობ, ბევრი არც არის ჩემს ირგვლივ მასე დაქორწინებული, დაოჯახებული, მაგრამ ვისაც ვიცნობ, უმრავლესობა მათგანი ძალიან ჩართულია ამ ყველაფერში და მე მგონია რომ ჩვენმა თაობამ ეგ ცოტათი შეცვალა. კი, მილენიალები კარგი მამები არიან. ხო, ეგ შეცვალა, იმიტომ რომ და ეგეც ის არის რა, რომ ანუ რაღაცა ზღვარი უნდა დავიცვათ, რომ ასეთი მამების და კაცების ძალიან გაფეტიშებაც მიდის მე უკვე რომ ფაიმე აი რა. ხო, კაია. ბიჭო, ანუ გავიგეთ რომ კარგი, მაგრამ ანუ რავი, ნორმალური მამები არიან, ისეთები როგორებიც უნდა იყვნენ. ანუ ეგ არის ის გასაგებია რომ განსხვავებულები შეიძლება არიან საზოგადოებისგან. მაგრამ ხო ანუ ის რომ რავი, ბავშვის აღზრდაში და განვითარებაში და პამპერსის გამოცვლაში მამა ისევია ჩართული როგორც დედა, ეგ ტაშის დასაკვირველი ამბავი არ მგონია. ქალზე ხარ იტყვიან მასე? ხო, რავი, ანუ შეაქებენ. ხო, არ ვიცი. არ შეაქებენ კაცს. მე ვერ ვიცმენ ჩემ ქებას ყოველდღე ჩვეულებრივ მუშაობ და ბავშვსაც უზრდით. მაგრამ რა მოცემულობაც გვაქვს ახლა, ძალიან კარგად დაძრული გვაქვს რა ეგ საკითხი. კი, ანუ მგონია რომ ნელ-ნელა გამოსწორდება, მაგრამ ხო, ნუ დრო ჭირდება. კიდე ჯობია იმ სიტუაციას რაც ადრე იყო. შემდეგი მაქვს ისე დაბერდები ვერ გაიგებ. გულაობაში ისე იმას იზამ ანუ დაუქორწინებლად თუ მიიხარ, რა, ის დრო ისე შემოგეპარება. კაია, მე რაც პრომალი გადის დრო და რაც პრო გულაობაში. გულაობაში. ზოგადად სწრაფად გადის დრო, როცა ბედნიერი ხარ, კარგად ხარ და გიხარია ყველაფერი და თუ ახლა მან კომპრომისზე წავალ მაგ ცხოვრებასთან, მაშინ ძალიან ბედნიერი ვიქნები, ძალიან გაასწორებს. და იმდენი ფული თუ გადაუწყვიტე, რომ თუ არავინ არ მეყოლა და თუ გადაუწყვიტე რომ რაღაცა ისე რა. რაღაცა ისე, მაგრამ აღელვების ეტაპები მაგრამ ცოტა გადაწყვეტ ჩემ ძმაზე რომ ამომაკილა. ხო და იმდენი ფული მექნება, რომ დავიქირავებ იმ მომლელს, კაცო და მომივლის რაღაცა იქნება. მაგდან ფულს კი? რატო შემომიტენა ახლა? მე ვაგროვებ. ეს YouTube არხი შენთან ერთად არ ვაგროვებ, ანუ მრავლობით შემიგული. კაი, მადლობა. სამსახურში ბავშვიანს არავინ მიიღებს. აი, სხვა შენს ეგ მაგის მეც გამოსწორებულია სიტუაცია. არა, მე ძალიან მეშნდა, მე ხო ახალი სამსახური მაშინ დავიწყდა უკვე როცა კი, რაღაც ხრო ბევრისგან გამიგია. მართლა? ავიც მე ალბათ კარგ ბაბლში ვტრიალებ და ჩემ სამსახურში მაგალითად პირიქით ეგ ის არის, რა ქვია, ძალიან open minded სიტუაციაა რა და ხო, პრინციპში მე ჩემ სამსახურის იგეც ატრიალებ. ძალიან შენთან ტრიალებ და ხო, ჩემთან ძალიან ისეთია. აი, მე ძალიან მეშნდა მაგის, ანუ ახალ სამსახურში გადავედი ზუსტად ან დეკრეტიდან პირდაპირ ახალ სამსახურში გავედი და ძალიან მეშნდა, იმიტომ რომ გასაუბრებები ეს ყველაფერი მქონდა დეკრეტში და მოიტყვე? არა, არ მომიტყვებია, მაგრამ ანუ ძალიან მეშნდა, იმიტომ რომ რაღაცნაირად მეგონა რომ მართლა მაგის გამო არ ამიყვანდნენ. იმიტომ რომ აი რავი, რაღაცნაირად არ ვიცი, მაგრამ იმის გამო რომ შეეშინდებოდათ რომ შენ შესაბამის პასუხისმგებლობას ვერ აიღებდი სამსახურზე, იმიტომ რომ სხვა თასკები გაქვს. ხო, არ ვიცი, რაღაცა იქ ქონდა, მაგრამ ეხლა რავი ბავშვთან ბევრ შეხვედრაზე მიზის ხოლმე და იცნობენ.
საქართველოს შეიძლება კიდე რა იფიქრონ მაგაზე, იცი, რომ ამან ახლა პარამეტრი გააჩინა და არ მიაყოლოს. იმიტომ რომ აგიყვანეს, აგიყვანს მერე რა შეიძლება, მაგაზეც მოდის. შენ ასაკში ორი მყავდა. ხო. შენაგეურებია მაგას. მე არა, მე არ მეუბნება. გოგო, რა ვიცი, ამ ბოლო დროს გონი არ მიწევს ძალიან ხშირი კომუნიკაცია ჩემს სანათეს. არ მყავს მასე ძალიან close minded სანათესავай. შიგადაშიგ ვიღაცა თუ გამოჩნდება რა. არა, მეც ეგეთი და მეც მასათებისგან გამიგია ახლა. ხშირად არ გამიგია. საბედნიეროც, იმიტომ რომ დედაჩემი და მამაჩემი სიტუაცია და ხო, არ ვიცი, ხმაც ქნას. დედაჩემი და მამაჩემი მაგ ხრივ ძალიან მიცავენ რა, იმიტომ რომ ესე არც აქეც რადიკალურში არ მიყავს, რომ არა ამას არ უნდა და არც იქეთ რომ უნდა, მაგრამ ვერ თხოვდება. რაღაცა თავისუფალ სტილში ვართ რა და ჩერეზ მამაჩემი დედაჩემი შეიძლება ვერ მიბედავენ რა მაგდენ რაღაცა. და შეიძლება იმათ უფრო ბევრს ეუბნებიან. შეიძლება, არ გამოვრიცხავ. თან ისიც არის რომ იციან რომ ასეთ რაღაცას არ მოუთმენ რა ბევრს, იმიტომ რომ რამდენიმეჯერ მასეთი შეპასუხება რო გქონდა დედასგან ვიცი რომ ძალიან ცუდათო გამოგივიდაო რა შეპასუხებაო და შეიძლება ხმა მაქვს გავარდნილი. მასე ცუდად მე უპასუხია ეგრე რომ უნდა უპასუხო, ბავშვი უნდა გადაამტვრიო თავის. აგრესია, არა აგრესიას მეგობრებო. ბათლითან ხო არ ვიცი მე მაგ ხო არა მე მეპასუხია მასეთინაზე განსაკუთრებით ბავშვზე როცა უკითხავთ რომ მეთქი რა ვიცი როცა დავაპირებთ გეტყვით და კიდე ერთიც მოხდა მორჩება შემოგაკლდა იმის სანთლები თუ რა იყო ანუ რასაკ ეს მომინდა ეს ხან ერთ ეპიზოდში შენს მოალკოჰოლო მეორეში მე საცოდავი ადამიანები ვარ საცოდავი. კაი, მეორეც მიაყოლე, ბარემ ერთად გაიზრდებიან. ეს ხო, ესეც ჩემთვის არის უფრო რა, რაღაცა ისეთი და მგონია რომ აი რა გონიათ? აი მართლა რა გონიათ? აი თვითონ ესეთი რაღაცა ალბათ ისეთები ვძახიან, ვისაც ყავს თვითონ მართლა მიყოლებული და ისეთი პერიოდი აქვს გავლილი, უნდათ რომ სხვებმაც გაიარონ და იტანჯონ ეგრე და ალბათ მაგიტო, იმიტომ რომ რავი, ახლა ერთი ბავშვის გაზრდა სიმხელა ემოციური, ფიზიკური, ფინანსური რესურსები ჭირდება. რომ ანუ ამ წუთას ძალიან მიჭირს მაგაზე ფიქრი რა, ანუ რავი, ბევრი ფაქტორია ძალიან. ეს მიაყოლე და ერთად გაიზრდებიან რა. არა, ხო, მე შვილი არ მყავს, მაგრამ მე შვილიან ოჯახში ვცხოვრობ. ძმისშვილი მყავს, რომელიც ახლახანს დაბადებულია წლის და 3 თვისაა და ეგ რასაც ლაპარაკობ, ახლა დედობრივი ინსტინქტით ვერ ვსაუბრობ, ვერ ვსაუბრობ, მაგრამ როგორ ამოჭრის? მაგრამ რაღაცებში ძალიან ის არის რა ქვია. ძალიან გამეცინა. მე და წაგიკიდებ ცერს. მაგ რაღაცებში ძალიან გაცნობიერებული ვარ მოკლედ და არ არის მარტივი რა ბავშვის გაზრდა რა. ნამდვილად, ამიტომ ვიძახ მაგათ უნდა რომ როგორ თვითონ იტანჯეს, ისე იტანჯონ სხვებას და მაგიტომ და კი, ნაბენ მე შესაბამის სიტყვა პასუხს. მე კი წინით მე რა. რა უშვის. ხდება ხოლმე. მასეთი რაღაცები. მე მოვჭი ჩემ მომზადებული. მოვჭი ჩემს გამოწვევებს და ჩელენჯებს. ანუ არა, ძალიან ისეთი თემაა. დესერტის დრო. შემოგვაწოდე სოფო დესერტი. მაგრამ ის არის რა, თან ბართლა ბოლოსკენებს რო წავიდე, ძალიან მნიშვნელოვანი ანუ მნიშვნელოვანი რა ხა მართლა ხა ეს ადამიანები ესე პირდაპირ არავის არ ერჩიან და დარწმუნებული ვარ გულშიც არ აქვთ რა, ესე რომ უმეტესობას რომ ბოროტება თქვენ ბოროტება გააკეთონ, უბრალოდ რაღაცა დაუფიქრებელი პატარა ისინია რა. რაც ძალიან გამჯდარია კულტურულად. აი გამჯდარია სწორი სიტყვა ნამდვილად. ხო, და დანელა თუ ვისწავლით რომ სხვისი, აუ მე მყავდა ქორწილში სოფოს ემახსოვრება ჩემი ავსტრიელი მეგობრის მშობლები. რომლებთანაც შაკომ რაღაცა ხელი მთხოვა რა. და იმათ თვალწინ პროსტორად. და ისინი იყვნენ ჩვენ ქორწილში ჩამოსულები, რაღაც საქართველოში პირველად იყვნენ და ძალიან მოეწონათ, ძალიან მოხარდათ და აი წასვლის წინ ესეთი რაღაც გითხრეს, რომ ძალიან კარგები ხართო. ძალიან რაღაცა მოგვეწონაო თქვენიო რაღაცა გარემოცო სიტუაციაცო ქვეყანასთან უსან. მაგრამო ძალიან გიყვართ ერთმანეთის საქმეში ჩარევაო. 5 დღე საქართველოში. ანუ არა თავისთვის იყვნენ, ანუ არ ვიცი სად რა დაინახეს ესე და რა შეამჩნიეთ. და არ კითხე რა. არა, ჩავეკითხე. მაგაზე ჩავეკითხე, ახლა კიდე ნორმალური თუ. აუ ხო, კიდე არა, მე მაგათაც კითხავდი, მინიმუმ დამაინტერესებდა რა, კავშირი რომ იმეღო, რომ არ მიქრებ ჩემგან დაინახა რაღაცა. ან რა მე ჩემი ქორწილის დღეს შევხვდი მარტო რა, ახლა სხვა არაფერი.
რა უცნაურია? ხო. რა ასე იტყოდნენ ალბათ რა. არ ვიცი, რა ვიცი. ანუ ეს გოგო ცხოვრობდა საქართველოში, ოკეი. საიდანაც ყავს, ეს ცხოვრობდა საქართველოში და შეიძლება იქიდან ემახსოვრება რაღაცები. ხო, მაგრამ მოგეთ 5 დღეში დავარწმუნოთ ადამიანებს ეს საქმეში გვიყავს ჩარევა. Very cool. ძალიან კაი. გავერთე. ცოტა ის იყო რა ქვია რაღაცები, ფლეშბექები მქონდა, გამახსენდა. მაგრამ შეიძლება კამერის მიღმა იყიდოს. არა ხო, მე კი მკიდია ასეთი რაღაცები. მაგრამ ბოლომდე არ კიდია. იცი რა არის, რომ არ მკიდია მაშინ, როდესაც ჩემს მშობლებს ეხება ეგ ყველაფერი რა. ჩემს მშობლებთან ერთად როდესაც მეუგებიან მაგ ყველაფერს, არ მკიდია. იმიტომ რომ ვიცი რომ ისინი ნერვიულობენ ამ ყველაფერზე. და მარტო ახლა ვიღაცა რომ მეუბნება ამას, მართლა შემიძლია ისეთი რაღაცა ვთქვა. მართლა არ მოგდარ. აკა წამოწვება. ამ გოგოსაც გავუკეთებთ რეკლამას, ოქრო, ცეცხლი. დაიწყო ჭამო. გამომთავრე. ხო და ეგ აი ვინ მუშაობს, ნამდვილად ვინ მუშაობს და ეგ არის რა მოკლედ, ჩემი მშობლების პონჩი. ცოტა მეუხერხულება ხოლმე მსგავსი რაღაცების მოსმენა, თორემ მარტო რა ვიცი. შევიგინებოდი ახლა მანამ თვითონ ფორმატი არ გვაძლევს მაგის უფლებას. რატო ვინ აგიკრძალა? არ ვიცი. YouTube-ი რა ქვია ვერ გაიგებს ის შენგინებას, მაგრამ არ შეიგინა. არ გრძალავს. მოგეთან ძალიან კარგი თემა იყო. გეთახმები. ჩემი გულის ტკივილები, ანუ არაფერი გულის ტკივილები რა. არა. რაღაცები კი ამოვიღე. გულწრფელი რომ ვიყო ბოლომდე ამოვიღე. ბოლომდე ვერა შეიძლება, მაგრამ რაღაცები ამოვიღე. მოგეთან საინტერესო თემაა. აჰა. და მიცი რა, დაგვიწერეთ კომენტარებში რა, თუ აუ ხო რა, თქვენც თუ თქვენც რა ისე გამოდივართ ხა რომ მარტო ჩვენ ვართ ამ იმაში გაუგებრობაში, რა თქვენც თუ გადაგხდენიათ მასეთი რაღაცა. და მე ძალიან მაინტერესებს თქვენთვის ყველაზე მტკივნეული რა იყო, როგორც ეხლა ჩემს შემთხვევაში ბოლოს კი რა ვთქვი რომ დიდასთან და მამასთან რომ მეუბნებიან ეს რაღაცებს და დებუსთან და ძმასთან ერთად, ეგ უფრო მტკივნეულია ჩემთვის, ვიდრე ეხლა მარტო ვიღაცა რომ მითხრას და თქვენთვის რა არის ყველაზე მგრძნობიარე მე ხარ გამახსენდეს რომ ამას რო ჭამდი და რო შემდგე და ხელი რო აუწია იმათ პირში რო ხაჭაპოე ძალიან კაი პირი გამოტენილი რა ხო რაღაცა მისამება მინდოდა და ვერ მივესწრა ხო დავამთავროთ მაგრამ მე ერთი რაღაცის თქვა მინდა აბა მეგობრებო 500 subscriber-ზე თუ ავალ, ნინით მას გაიშლის. აუ კი, 500 subscriber და ნინით მას გაიშლის. ანუ თმას გავიშლი რას ნიშნავს? რა კონდიციაში ვიშლი? თუ მაგა რას ვაკეთებ? ისე მოიხარ და გაიშალა. რამდენიმე წამი. ხო, რამდენიმე წამი დაგვანახე. შენ გახსოვს ლევი? რომ მე არ მანახებს წერს ეცემაფია. გაშლუხოს არასდროს. გაის, ნეტამაურია უკვე გადაცდათ 11 საათს. 1000 subscriber-მა მაინც მიიყვანოს აქამდე იქნება. მადლობა. ის პოდკასტს ვიქიებ ხოლმე ბოლოს, კიდევ მე კულტურული ადამიანი ვარ. გაიყო, ძალიან გავერთე. და შემდეგ ეპიზოდამდე, როცა საქართველოში ჩამოხვალ, მე ერთად რო ჩავალ საქართველოში, ერთად შემოხვალ და ლამაზ-ლამაზი ხედები. ხო რა, რაღაცა. სადა ვიყვანე. სად გავხსის ისე. მე მოვიდა. რაღაცა რანაირ წყნარტაში წყნარტამ შაროსა და გასულობა. ანუ მართლა ჭამს მთელი ისა რა ქვია. იმედი ეს გაცშულია.